თავი მეცხრე, ძლიერი მადლში. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის ბნელის მხრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ეფესელთა მიმართ წერილი 6:12. ღმერთის თითეული შვილი ომშია ჩართული. თუ არ ვიბრძვით, მაშინ ამ წუთისოფელს ვეკუთვნით და თავს ვიტყუებთ. თუ გგონია რომ ღვთისშვილებს წარმოვადგენთ. წარმოიდგინეთ გერმანიაში ცხოვრება ადოლფ ჰიტლერის მმართველობის დროს. ამ ტიტან ლიდერს საბოლოო ჯამში განზრახული ჰქონდა მთელ ევროპაში ნაცისტური გერმანიის აბსოლუტური ჰეგემონური ახალი წყობილება დაემყარებინა. მას ზულდა სხვა ერები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყველაზე მეტად კი ებრაელებს ვერ იტანდა. თუ გერმანული წარმომავლობის იქნებოდი და ამავე დროს ჭკვიანი და ჯანმრთელი, მაშინ ჰიტლერი მხარს დაგიჭერდა და თავისუფლად იცხოვრებდი. არ გექნებოდა შიში იმისა, რომ თავს დაგესხმებოდნენ, ან სხვა რაიმე ზიანს მოგაყენებდნენ. ებრაული წარმომავლობის შემთხვევაში შენი ცხოვრება გაცილებით სხვანაირად წარიმართებოდა. გამუდმებით შიში იქნებოდი, ვიღაცას არ გაექურდე, ცილი არ დაეწამა, შეურაცხყოფა არ მოეყენებინა ან არ მოეკალი. მუდმივად ფხიზლად უნდა ყოფილიყავი, რომ ტყვეობისთვის, პატიმრობისთვის და დახვრეტისთვის აგერიდებინა თავი. გინდოდა თუ არა, ომის რეჟიმში მოგიწევდა ცხოვრება. უფრო გამჭრიახი ებრაელები შეიარაღებულნი დადიოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჰიტლერის ტირანიას გაქცეოდნენ. ვინც იარაღით ხელში ვერ ახერხებდა თავის დაცვას, ციხეში ან საკონცენტრაციო ბანაკში ხვდებოდა. სატანა და მისი დამქანშები ჰიტლერზე და ნაცისტურ რეჟიმზე გაცილებით უარესები არიან. თუ ეშმაკის ბანაკს წარმოადგენ, მაშინ მისი სამიზნე არ იქნები და არც თავის მოკატუნებაა საჭირო, თითქოს ბრძოლობ. იესო თავის დროის თვალთმაქცურ სულიერ წინამძღოლებს ეუბნებოდა: თქვენ ამ ქვეყნიერებისანი ხართ. იოანეს 8:23. მან პირდაპირ უთხრა: თქვენი მამა ეშმაკია. იოანეს 8:44. მართალია ამ წინამძღოლებს ჯეროდათ, რომ ყოვლადწლიერ ღმერთს ემსახურებოდნენ, სინამდვილეში კი ამ წუთისოფლის ტირანის სამსახურში იდგნენ. თუ შენ ნამდვილად ღმერთს ეკუთვნი, მაშინ ფხიზლად ყოფნა გმართებს, რადგან სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, მტრულადაა განწყობილი ყველაფრის მიმართ, რაც ღვთის სასუფეველს ეკუთვნის. იესომ თქვა: თქვენ რომ ამ ქვეყნიერებისანი ყოფილიყავით, ქვეყნიერებას ეყვარებოდით. და რა კი არ ხართ ქვეყნიერებისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებიდან, ამიტომ ზულ ხართ მას. იოანეს 15:19. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიტყვებს. ამიტომ ზულ ხართ ქვეყნიერებას. ამ ადგილის გაგება სხვაგვარად არ შეიძლება. თუ ამ ქვეყნიერებას ეკუთვნი, იგი მიგიღებს თავისიანად. თუ ღმერთის ახარ, შეგიძულებს. მას ასე, საკუთარი თავის სათანადოდ აღჭურვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს მივადექით. რაც იმ იარაღის გამოყენების ცოდნას გულისხმობს, რომელსაც იესო ქრისტეში ვფლობთ. როგორც პავლე ამბობს, ეს არის ძლიერი სულიერი იარაღი. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება, სიმაგრეთა დასანგრევად. 2 კორინთელთა 10:4. რა არის ღვთიური ძლიერება, რომელიც სიმაგრეებს ანგრევს? ესაა ღმერთის საკვირველი მადლი, შეუფასებელი საჩუქარი ყოველი მორწმუნისთვის. ვიცით რა არის ეს? მოდით პეტრეს პირველი წერილი განვიხილოთ, სადაც გარკვევითაა ეს საკითხი განმარტებული. ამ უხლების საკითხვისას გახსოვდეთ, რომ სიტყვა ძალა ან ძლიერება შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სიტყვა მადლი, რადგან ეს სიტყვები სინონიმებს წარმოადგენენ. ასევე ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესებს. დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობით, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. მაშინ დამდაბდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს. წინააღმდეგით მას მტკიცერ წმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება ქვეყნიერებაზე. ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, ძალისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისკენ ქრისტეში, თქვენ მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და გაგამყარებთ. მოგწერეთ მცირე რამ თქვენ შესაგონებლად და დასამოწმებლად,
რომ ღვთის ეს მადლი, ძალა, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია. 1 პეტრეს წერილი 5:5-12 მუხლები. თქვენი ნებართვით, ჯერ მოკლედ შევაჯამე პეტრეს ნათქვამს, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ განვეხილავა. ამ ტექსტის მთავარ თემას ღვთის მადლი წარმოადგენს. პეტრე დასაწყისში შეგვაგონებს დავემორჩილოთ ერთმანეთს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გავერთიანდეთ ერთი მისიის ირგვლივ. შემდეგ აცხადებს, რომ ღმერთი თავმდაბლებს მადლს ანიჭებს. საჭიროა თავმდაბლობა, რათა ღმერთმა თავისი მადლით, ძალით უპასუხოს შენ საზრუნავს და არ დარჩეს საკუთარი ძალის იმედად. რა საზრუნავზე საუბრობს პეტრე? ეს საზრუნავი თავისში მოიცავს ცხოვრებისეულ ასპექტებს, როგორიცაა ვალდებულებები, განცდები, სხვადასხვა საჭიროებები და სურვილები. ჩვენი საზრუნავი შეიძლება იყოს დროებითი, ან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუკუნო. ჩვენ უნდა განვიცდიდეთ ღვთის სასუფეველის უხსიცოცხლეს და ამის შედეგად ვეხმარებოდეთ ჩვენი გავლენის სფეროში მყოფ ადამიანებს თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ამ მადლის მისიის აღსრულების გზაზე ჩვენი მთავარი მტერი და მისი დამქაშები შეეცდებიან წინააღმდეგობები და პრობლემები შეგვიქმნან. ბოროტ შეუძლია მოგსპოს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ღმერთის გეგმას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ფხიზელი გონება. კარგად უნდა ვიცოდეთ ღმერთის მიერ მოცემული აღთქმები და განუწყვეტლი უნდა ვლოცულობდეთ. თუ ასე მოვიქცევით, შევძლებთ მუდამ სათანადოდ ვიყოთ აღჭურვილნი ღვთის მადლით, რათა განვავრცოთ მისი სამეფო და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოთ ჩვენს დაუძინებელ მტერს. ამ საქმეში მარტონი არ ვართ. მთელ მსოფლიოში ჩვენი და-ძმებიც მადლის მისიაში არიან ჩართულნი და მსგავს სირთულეებს და განსაცდელებს გადიან. ეს ბრძოლები სასარგებლოა იმით, რომ სულიერად ვიზრდებით და ვძლიერდებით. ყოველი გამარჯვება უფრო მეტად და მეტად გზრდის ქრისტეს ძალაუფლებაში. მოცემულ ნაწყვეტში პეტრი ახდენს შეჯამებას და გვაწვდის საღაზრს, რომ ეს ღმერთის ჭეშმარიტი მადლია. განა საინტერესო არ არის, რომ სულიწმინდამ 2000 წლის წინ აღზრდა პეტრე, რომ დაეწერა შემდეგი სიტყვები: ღმერთის ჭეშმარიტი მადლი. ეს შემთხვევით არ მომხდარა. სულიწმინდამ წინასწარ განჭვრიტა, რომ ბოლო დღეებში ღმერთის მადლის არსს დააკნინებდნენ, ყოველ შემთხვევაში დასავლურ ქრისტიანულ აზროვნებაში და მხოლოდ ცოდვების მიტევების და ზეცაში მოსახვედრი ბილეთის მნიშვნელობამდე დაიყვანდნენ. რა თქმა უნდა, ღმერთის მადლი მოიცავს ამ ორ საკითხს, მაგრამ ის გაცილებით მეტია. მადლი გვაძლევს ძალას და ძალაუფლებას მისიის შესასრულებლად, რომლის უმთავრესი ასპექტი ქვეყნიერებისგან გამოყოფაა. ღმერთის განდიდება და სასუფეველის გავრცელებას წარმოადგენს. ამ ცოდნით აღჭურვილები ადვილად ხვდებით, თუ რატომ არ ბრწყინავს ბევრი მორწმუნე ღვთის სინათლით. ქვეყნიერებისგან გამოყოფა რთული ბრძოლების შედეგად მოდის. ბევრი ჩვენთაგანი კი ბრძოლებს თავს არიდებს. მტერი მშვიდად ვერ იქნება და საშუალებას არ მოგცემს მსოფლიოს იესო ქრისტეს შესახებ უკადაგოთ. ის მთელი ძალით ცდილობს ჩაშალოს ჩვენი მისია. ამიტომ ჩვენ წინ უნდა აღვდგეთ მას, რათა ღმერთის მიერ დასახული მიზნები შესრულებული იქნეს. ბიბლიის ახალი საერთაშორისო ვერსიის თარგმანი ამბობს: ეს ღმერთის ჭეშმარიტი მადლია, მტკიცეთ იდექით მათში. ამის საკითხვის შემდეგ პავლეს სიტყვები ტიმოთეს მიმართ მიწერილი უფრო გასაგები ხდება. ამიტომ შენ, ჩემო შვილო, იყავი ძლიერი მადლში, რომელიც ქრისტე იესოშია. იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა. 2 ტიმოთეს 2:1-3. ტიმოთეს ეუბნებიან ძლიერი იყოს მადლში და არა ფიზიკურად, სოციალურად, ემოციურად ან ინტელექტუალურად. მადლი ეს არის იარაღი, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმატებით დავასრულოთ ბრძოლა. 25 წელზე მეტია, რაც უფალს ვემსახურები და ამ ხნის მანძილზე დავინახე, რომ ბევრი ჩვენთაგანი არ იყენებს მადლის იარაღს. მეტიც, ამერიკელი ქრისტიანების 98%-ს გაცნობიერებული არ აქვს, თუ რაში მდგომარეობს ამ უსასყიდლო და ძლიერი საჩუქარის არსი. ჩვენ უბრალოდ ვერ ვხვდებით, რას ვფლობთ. პავლე მოციქული ახალგაზრდა ტიმოთეს თავის მეორე წერილში მოძღვრავს, რომ აიტანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს იმ განსაცდელებს და წინააღმდეგობებს, რომლებიც მას ხვდებოდა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ტიმოთეს ეშინოდა განსაცდელების
და ისი არ ეწინააღმდეგებოდა, როგორც პავლე მოელოდა მისგან. მოციქული შეაგონებს ტიმოთეს, რომ ღმერთ მამას არა შიშის, არამედ ძალის, სიყვარულის და თავშეკავების სული მისცა, როგორც ყველა მორწმუნე ტიმოთეც ფლობდა ამ იარაღს, რომლითაც სირთულეებზე გაიმარჯვებდა. ამიტომაც პავლე შეაგონებს მას, რომ გააღვივოს ღვთის ნიჭი და გაძლიერდეს იმ მადლში, რომელიც ქრისტეშია. მეორე ტიმოთეს 1:6-7, 2:1. ჩვენი უზენაესი მოწოდებისკენ სწრაფვა სკვერში სეირნობას არ გულისხმობს. პავლე ხაზგასმით აღნიშნავს ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისკენ, ქრისტე იესოში. ფილიპელთა 3:14. თუ პავლე ილტვის, ეს ნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში არის წინააღმდეგობები და დაპირისპირებები, რომელთა გადალახვაც უწევს. გავიხსენოთ პირველ თავში მოცემული ხილვა. ჩვენი გმირი, რომელიც ნავში ზის, ცდილობს დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს, მაგრამ მას ძალა გამოელია. რატომ? წარმომიდგენია, როგორ აღიზიანებდა მას დიდ გემზე მყოფი ადამიანები, რომლებიც მხიარულობდნენ და ცხოვრებით ტკბებოდნენ და ნაკლებად განიცდიდნენ წინააღმდეგობას. ბოლოს მან აღმოაჩინა, რომ ეს იყო ილუზია, რომელიც ძალიან გავდა რეალობას. მას შეეძლო იოლი ქრისტიანობით ეცხოვრა და ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდა. მართლაც დიდი ცდუნებაა. აი კიდევ ერთი ილუზია. ჯარისკაც შეუძლია გამოეთიშოს ბრძოლას და იმ თანამებრძოლეებზე მშვიდად იცხოვროს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ომი ჯერ არ დამთავრებულა. უბრალოდ ეს ჯარისკაცი აღარ არის ბრძოლაში ჩართული. ნავში მჯდომი ჩვენი გმირის მსგავსად, ეს ჯარისკაციც თითქოს მზად არის ბრძოლისთვის. ფორმა აცვია, იარაღიც აქვს და საბრძოლო მასალაც, მაგრამ არანაირ წინააღმდეგობას არ განიცდის. ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ ვჩანდეთ ქრისტეს მსგავს ქრისტიანებად, არამედ რეალურად დავემსგავსოთ მას. გავავრცელოთ ღმერთის სამეფო და ეშმაკის საქმეები დავანგრიოთ. იხილეთ 1 იოანეს 3:8. თუ ასე მოვიქცევით, აუცილებლად შევეჯახებით წინააღმდეგობას და დაპირისპირებას. გვახსოვდეს, რომ ღმერთის მადლი, ძალა ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც განსაცდელებზე გავიმარჯვებთ. ამიტომ ურყევები უნდა ვიყოთ რწმენაში და ამის მტკიცებულებას შესაბამისი ქმედებები უნდა წარმოადგენდეს. პეტრემ წყალზე გავლით შეუძლებელი და ექსტრაორდინალური ნაბიჯი გადადგა. იესომ უთხრა, მოდი, და ეს ერთი სიტყვა შეიცავდა პეტრესთვის საჭირო მთელ მადლს, ძალას იმისთვის, რომ მას წყალზე გაევლო. მაგრამ იმ მომენტში, როცა მას რწმენა შეერყა, მადლმაც, ძალამ იკლო და მან ჩაძირვა დაიწყო. იესოს სიტყვა მოდი პეტრესთვის საკმარის მადლს შეიცავდა იმისთვის, რომ იესომდე მისასვლელი მანძილი დაეფარა და მეტიც გალილეის ზღვაც გადაეკვეთა. თუ კი ამას მოინდომებდა, მაგრამ მადლმა იკლო, რადგან რწმენა შესუსტა. ქრისტეში უსაზღვრო მადლს ვფლობთ, მაგრამ მასთან მისადგომელი მხოლოდ რწმენით გვეძლევა, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ. რომაელთა 5:2. პრობლემა მადლის შემცირებაში კი არა, ჩვენი რწმენის შესუსტებაში მდგომარეობს. სწორედ ამის შედეგია, რომ მადლი ძალა გვტოვებს და მაშინ მხოლოდ საკუთარ ძალაზე დაიმედებულნი ვიბრძვით. ილუსტრაციისთვის გთავაზობთ წარმოიდგინოთ წყლის მილი, რომლითაც წყალი ჩვენს ბინას მოეწოდება. თუ მილი გასკდა, წყლის დინება შეწყდება. მიუხედავად იმისა, რომ სათავეში უსაზღვრო რაოდენობის წყალია, მილის დაზიანების გამო ის ჩვენს ბინამდე ვერ მოაღწევს. რწმენა მილია, წყალი კი მადლი. თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ მარცხი, უნდა გავიზადოთ რწმენაში. როგორ? ჩავუღრმავდეთ ღვთის სიტყვას, ვადიდოთ ღმერთი, თაყვანივცეთ მას, მადლიერნი ვიყოთ მადლისთვის და იმისთვის, რომ იგი ჩვენი მამაა. თუ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენი რწმენის აღსაშენებლად, მაშინ ღმერთის ძალის მაგივრად საკუთარ ძალებზე დაიმედებულები ვაგრძელებთ ცხოვრებას. ამის შემდეგ ეს უკვე დროის საკითხია. ჩვენ კი აღარ ვიმეფებთ ქვეყნიერებაზე, არამედ ქვეყნიერება იმეფებს ჩვენზე. ამიტომაც მოგვიწოდებს პეტრე, აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მადლში
მეორე პეტრეს 3:18. ჩვენ გვეკისრება ღმერთის ძალაში ზრდის პასუხისმგებლობა. ასე მოგწევით ვაშინებთ საკუთარ თავს და ვიზრდებით რწმენაში. პავლე ამბობს, მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია, მართალი იცოცხლებს რწმენით. რომაელთა 1:17. ამ საკითხს ასე შეხედეთ, რაც უფრო იზრდება რწმენა, მით უფრო მეტად ფართოვდება მილი. შედეგად, გაცილებით დიდი რაოდენობის წყალს, მადლს მივიღებთ. ამიტომ ღმერთი უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. წავიდეთ იქ, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლაა საჭირო. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორთან ერთად გულით მოგიწოდებთ. გამართეთ დაშვებული ხელები და მოკვეთილი მუხლები. მოასწორეთ გზები თქვენს ფეხთათვის. გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი. ებრაელთა 12-ის 12-13-15 მუხლები. მადლზე უარის თქმა დანებებას და ნეიტრალურ მდგომარეობაში გადასვლას ნიშნავს. რატომ მოაქციოთ ზურგი ღმერთის ზებუნებრივ ძალას? რატომ არ ვიმოქმედოთ მისი საკვირველი მადლით და ძალით? ჩვენ ომში ვიმყოფებით და მის მოსაგებად საჭიროა რწმენაში შეუპოვრობა. ჩვენი შეუპოვრობა ახარებს უფალს და აშინებს სიბნელის ბატონს. ჩვენთვის უფალი იესო ქრისტეს მსახურება, მოწოდება და დიდი პატივია.